საღამო მშვიდობისა გასული კვირის თემები თქვენ უყურებთ საინფორმაციო გამოშვება ობიექტივს. ქალაქ წალენჯიხის ნომერ 4 საჯარო სკოლას ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, მეცნიერის, პედაგოგისა და პროფესორის ვახტანგ კვარაცხელიას სახელი მიენიჭა. მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ამ სკოლაში მისი სახელობის მემორიალური დაფა საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული მეცნიერები, აკადემიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საჯარო მოხელეები, წალენჯიხის რესურს ცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები. ღონისძიება გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა წალენჯიხის მკვიდრმა ვალერი ჭანტურიამ. ასევე სიტყვით გამოვიდნენ ვახტანგ კვარაცხელიას მეგობრები, ყოფილი კოლეგები და ნომერ 4 საჯარო სკოლის პედაგოგები, რომლებმაც ისაუბრეს მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ კვარაცხელია 1938-1944 წლებში სწავლობდა ქვედა მაზდანდარის საშუალო სკოლაში. სწორედ აქედან გამომდინარე მიენიჭა ამ სკოლას მისი სახელი. დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწე, პედაგოგი და მეცნიერი, რესპუბლიკაში ცნობილი პიროვნება. ბატონი ვახტანგ ავსენტიძე კვარაცხელია თავის დროზე ამ სკოლაში სწავლობდა. ბატონი ვახტანგი იყო ის პიროვნება, მისი მეთაურობითაც ზუგდიდში ჩვენი დედა უნივერსიტეტის ჩვენი ალმა მატერის ბაზაზე შეიქმნა ამ უნივერსიტეტის ფილიალი, მისი დამაარსებელი და პირველი დირექტორი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ადამიანების ჯგუფმა, საინიციატივო ჯგუფმა გადაგვედგა ნაბიჯი მიმართულებით, რომ ამ სკოლისათვის ვახტანგ ავსენტიძეს სახელი მიენიჭა. ასე დამსახურებული ხომ. ერთი სიტყვით ვიტყვი, სხვა ყველაფრის გარდა ამ რაიონის დიდი აღმაშენებელი, გარკვეული აზრით კაცი ფანატიკოსი. არ გადაგლით, მაგრამ რამოდენიმე სიტყვით. წყალსადენი, ტელევიზია, სასკოლო მშენებლობა, ჯაღრის სკოლა, ნაკიფუ, საჩინოს, მაზანდარი, ჩხვალერის, რომელი ერთი თქვა, საცხოვრებელი სახლები, ბაზარი, სტადიონი. ჩვენ მის გვერდით მუშაობდით, ახალგაზრდები ვიყავით, აქ ბატონი ორდენია, ხუნჯიკია, ბატონი საშა კვარაცხელია. ადვილი არ იყო ამ ტემპების აყოფა. მე გავუწყებთ, რომ გუშინ სტამბა შაბარდა ვახტანგ კვარაცხელიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წიგნი, რომელიც ალბათ წლის ბოლომდე გამოვა. მე დღეს პირველი აქ შემოსვლისთანავე დავათვალიერე ბიბლიოთეკა. მინდა განვაცხადა, რომ პირველი ეგზემპლარი სკოლის ბიბლიოთეკას მიეწოდება. გარდა ამისა, ჩვენ ვახტანგ კვარაცხელიას მეგობრებს, რომლებიც დღეს პედაგოგიურ სამეცნიერო სამუშაოზე ვართ, გადაწყვეტილი გვაქვს ამ ბიბლიოთეკაზე ვიზრუნოთ იმ წიგნების მიწოდებით, რომელთა მნიშვნელობა ერთობ დიდია ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდისათვის. ვახტანგ კვარაცხელია გამორჩეულ ქართველ პოლიტიკოსთა რიგს მიეკუთვნება. და მაინც ძალიან მოკლედ, რაზე დგას ვახტანგ კვარაცხელიას ფენომენი? ბრძენგაც უთქვამს, ადამიანის სიმდიდრე 2-3 განძით განისაზღვრებაო, ნიჭი, ჭკუა და ცოდნაო. სამივე განძის ფლობელი იყო ბატონი ვახტანგი და სამივე უყოყმანოდ გასცა საზოგადოებისათვის მისი ინტერესების დასაცავად. დიდ ილია ჭავჭავაძეს აქვს გენიალურად ნათქვამი, არა ყველნაირი ჭკუა, არამედ ცოდნის ჩარხზე გალესილი ჭკუა. დააგვირდით ნიჭი, ცოდნის ჩარხზე გალესილი ჭკუა, ის კვარცხლბეკია, რომელზედაც ამაყად დგას ჩვენი მეგობრის ვახტანგ კვარაცხელიას მონუმენტური ფიგურა. მე არაფერს არ ვიტყვი იმაზე, რომ მისი უდიდესი გამოცდილება სახალხო მეურნეობის დარგში მუშაობისა და მოღვაწეობის რამდენად წაადგა ამ მხარეს და არაფერს არ ვამბობ იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ღვაწლი უდიდესია
მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების პრაქტიკულად ახლად ჩამოყალიბებისა და მისი დაკომპლექტების სფეროში. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა უთხრა აქ დამსწრე საზოგადოებას, უთხრა ამ რაიონის ხელმძღვანელობას, უთხრა სამხარეო ხელმძღვანელობას, ყველას, ვინც მიიღო და დაიდო წილი აი ამ საკითხის ამდაგორად გადაწყვეტაში და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ამ კუთხეს კიდევ ეყოლებიან ვახტანგ კვარაცხელიას და მისი თორე ადამიანები და აი ამ პატარა პარტნიორებიდან დაიზრდებიან და მათ ეყოლებათ ყველაზე ერთ-ერთი გამორჩეული თავისი მიწისშვილი სამაგალითოდ და მისაბაცად. გმადლობთ. რამდენი სიკეთის ჩამოთვლა შემიძლია მან უამრავ გაჭირვებულს გაუმართა. სააბნეული გზაზე დააყენა. ეს იყო სითბოს სიკეთის მანათობელი კაცი, რომელიც ხონში ახსოვდა ემახსოვრება. მე მადლიერი ხონელების სახელით უღრმეს მადლობას მოვახსენებთ ხალხო მისი დღევანდელი ღვაწლის ასე დაფასებისათვის. ძეგლები მართლა არ ამძიმებენ მიწას ხალხო. ჩვენ ცოცხლებს ვჭირდება იმ თაობის ადამიანების დაფასება და ვისაც თავის დროზე ხალხო სახლი არ აუშენებია, იმას დედოფლი ყოველთვის თავისი თამაშული გონია. და ჩვენ ამ ხალხს მადლობა უთხრათ ყველას, ვინც უკუნდა უყო მისი სახელი და ხლა შურიან თეთრი გინწითელი, მაგრამ მე მართლა მშურშო თქვენ პირველი წალენჯიხელებმა გადაადგეთ ეს ლაბაზი ნაბიჯი და გადადგეთ ძალიან ხო მაშინ დიდი მადლობა ხალხო ხონიც წალენჯიხაც ზუგდიდიც თბილისიც ერდროს ჰეროდოტეს ხუთი კუნძული იჩემებ და აქაა გაჩენილი აქა ასე ვიჩემებ ჩვენ ბატონო ვახტანგის სიყვარულს და ჩვენ მზადა ვართ იმ სიყვარულში შემოგიერთეთ თქვენ სრულიად საქართველოს და აი ამ თაობას ბატონ ვახტანგიზე უკეთესი მამულიშვილები მე პირველად კი არ ვარ როგორც მეცნიერი როგორც საზოგადო მოღვაწე მრავალი აგეზარდო და სრულიად საქართველოს აი წენა რას ითქვა ისე არ ყოფილიყოს ვიყოთ ერთ ხომ და ერთ სულ დიდი მადლობა ფარავდეთ უფალი ბატონი ვახტანგი კვარაცხელია ნამდვილად რომ არის პიროვნება დიახ არის დღესაც პიროვნება რომლის სახელი დიახაც უნდა მიკუთვნებოდა წალენჯიხის ერთ-ერთ რომელიმე გამორჩეულ დაწესებულებას და რა თქმა უნდა ნიშანდობლივია ის რომ ეს მოხდა და მისი სახელი მიეკუთვნა იმ სკოლას სადაც მან ფეხი აიდგა პირველი გაკვეთილი მიიღო და ასე შემდგომ ბატონი ვახტანგი იყო მეცნიერი იყო პედაგოგი, განუმეორებელია, იყო განუმეორებელი პიროვნება. რაში გამოიხატებოდა მისი მეცნიერულობა? მისი პრობლემა ის საკითხი, რომელიც მას ჰქონდა, ორ საკითხზე მუშაობდა, ეს იყო ურთულესი საკითხები. ამ საკითხებზე ის მონაწილე იყო როსტოვის უნივერსიტეტის კონფერენციაზე მიწვეული იყო. პეტერბურგში აღნიშნულ საკითხზე გამოვიდა სიტყვით, გამოდიოდა ბაქოში. ბაქოში მე მომისმენია მისი ლექციები, როცა იქ პარტიულ სკოლაში უკითხავდა. ეს იყო ორენოვანი ლექტორი. ეს იყო საოცარი ნიჭის და მიმართულების პიროვნება, ასეთი ღრმა პიროვნება. ჩემთვის როგორც ახალგაზრდა პედაგოგისთვის დიდი პატივია წავსდრი ასეთი საზოგადოების წინაშე. მთელი პედაგოგიური კოლექტივის სახელით დავთქვა ორიოდე მოკრძალებული სიტყვა. უპირველესად მინდა ჩვენ სკოლას, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს მიულოცო ეს დიდი წარმატება, რასაც ქვია ჩვენი სკოლისთვის ღირსეული ქართველის, ღირსეული პიროვნების ბატონი ვახტანგ კვარაცხელიას სახელის მინიჭება. ამავე დროს უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ამ სასიკეთო საქმის ინიციატორებს და შემსრულებლებს. მე დღეს, როგორც ამ სკოლის ერთი რიგითი პედაგოგი და ალბათ სხვა პედაგოგებიც დავეთანხმებიან, ამაყივარ, რომ ვასწავლი არა რომელიმე რიგით ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში, არამედ იმ სკოლაში, რომელიც ატარებს ღირსეული, გამოჩენილი ქართველის ბატონ ვახტანგ კვარაცხელიას საქმეს. მაგრამ რამდენადაც ამაყივარ, ორი იმდენად ვალდებული ვარ, ორი იმდენად სავსე ვარ პასუხისმგებლობით აღზარდოთ სწორედ ისეთი მოსწავლე ახალგაზრდობა, როგორიც შეეფერება ამ ღვაწლმოსილი პიროვნების სახელს. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველა საქმობრძანებისთვის, ამ დიდი პატივისთვის. მე იმედს ვიტოვებ და მთელი ჩვენი პედაგოგიური კოლექტივი, ამ სკოლის მოსწავლე ახალგაზრდობა, თემი, მოსახლეობა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ჩვენი რაიონის გამგეობა ყველაფერს გააკეთებს ამ სკოლის სრული რეაბილიტაციისათვის. დიახ, ჩვენ ვართ ამბიციურები ვიყოთ წალენჯიხის რაიონში ერთ-ერთი გამორჩეული სკოლა. დიახ, ჩვენ შევძლებთ ამას ჩვენი ძლიერი პედაგოგიური გუნდისა და მოსწავლეების მუხჩაუხრელი შრომისა და თქვენი თანადგომის წყალობით. მადლობთ. სოხუმის დაცემიდან 21 წელი გავიდა. ეს დღე საქართველოში გლოვის, ხსოვნისა და იმედის დღედ ითვლება. 1993 წლის 27 სექტემბერს საქართველოს ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისათვის 13 თვისა და 13 დღიანი ბრძოლის შემდეგ სოხუმის დაცემით დასრულდა. ომმა აფხაზეთში 15,000-მდე ქართველის სიცოცხლე შეიწირა. 300,000 ადამიანი კი დევნილად იქცა. სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს. 29 სექტემბერს დაეცა ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს გალიც, რითაც აფხაზეთი მთლიანად ოკუპანტების ხელში გადავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 27 სექტემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საბჭოს ინიციატივით ქალაქ ჯვარში ყოველთა წმინდანთა სახელობის ეკლესიაში აღებინა პარაკლისი. ამ ომს ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ძალიან ბევრი მათ შორის დაიხვრიტა. ძალიან ბევრი უგზოებლად დაიკარგა და ძალიან ბევრიც კიდეც გადასახლებაში აღესრულა. ისე იმ სრულით, რომ ოდესღაც ის დაბრუნდებოდა აუცილებლად აფხაზეთში და იქ გააგრძელებდა ცხოვრებას. მაგრამ ეს სამწუხაროდ ასე არ არის. რეალობა არის ერთი, რომ დღესდღეობით ჩვენ იქ არ მიგვესვლება, ვერ მივდივართ და ვერ მოვილოცავთ იმ სიწმინდეებს, რომელიც იქ არის და ამასთან ერთად ვერ მივდივართ ჩვენი წინაპრების საფლავებზე. იმ ღირსეული მამულიშვილების საფლავებზე, რომლებმაც სიცოცხლე დასდეს ჩვენი კეთილდღეობისათვის, საქართველოს გამთლიანებისათვის და სწორედ რომ დღევანდელი დღე არის მაუწყებელი იმისა, რომ წლების უკან ამ დღეს სოხუმი დაეცა და დაახლოებით 300,000 ადამიანი იძულებით იქნა იქიდან საქართველოს გზისკენ მიმავალ გზაზე დაყენებული. ზოგიერთი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ გარდაიცვალა იმ იმედით, რომ ის დაბრუნდება. მადლობა ღმერთს, რომ დღეს არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ დღევანდელი დღე. ჩვენ დღეს წირეთ და წირვის მერე პანაშვიდი გადავიხადეთ, კიდევ ერთხელ მოვიხსენეთ ის ხალხი, ვინც იქ დაიღუპა და მადლობა ღმერთს, რომ თქვენც დღეს მოგზავნით და თქვენც პანაშვიდი გადაიხადეთ. კიდევ ერთხელ ლოცვა შეაწირეთ იმ ხალხს, ვინც იქ დაიღუპა და ვისთვისაც მართლა ქართველ ერთს და ყველას მართებს ლოცვა, რამეთ მათ ყველაზე ძვირფასი მიიტანეს სამსხვერპლოზე თავიანთი სიცოცხლე დაუფიქრებლად და ყოველგვარი დრტვინვის გარეშე, იმიტომ რომ საქართველო ყოფილიყო, იმიტომ რომ ქართველ ერთს იქ ეცხოვრა, იქ ყოფილიყო, მაგრამ ამას აღარ ქვია ომი, სადაც გამარჯვებულია. ამას ქვია ძმათა მკვლელი ომი, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა. ასე რომ უფალმა ინებოს, რომ გაღებული სისხლი საკმარისი აღმოჩნდეს ამ ორი გადამტერებული ძმების შესარიგებლად. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მშვიდობა მოგმაგოთ და ცხელმწოფელი ჯვრის მადლით უფალმა ღირსყოს ჩვენი ერი დაუბრუნდეს მიწა-წყალს და შემოიერთოს ის დაკარგული ნაწილი, რომელიც მას წაართვეს. 11 თვე ვიყავი სოხუმში, აღების შემდეგ სახლში ვიმალებოდი, ვისით არ მეშინოდა ღამემში. მერე წავედი მოსკოვში და ახლა ყოველ ღამე მესიძრება სოხუმი, ყოველ ღამე იქავარ და იმედი მაქვს, რომ
მიწა აფხაზეთის მიწა დაუბრუნდება ჩვენს საქართველოს. ჩვენ ისა ჩვენი ძირძველი მიწა, ამიტომ ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ იქ. ახალგაზრდები მე სკოლაში მუშაობ და ახლაც მოვუწოდებ ყოველ დღე რომ იფიქრონ. არ დაივიწყონ აფხაზეთი. დღეს არის 27 სექტემბერი. 21 წელიწადი გავიდა სოხუმის დაცემის დღიდან. სოხუმის დაცემით დაეცა მთლიანად აფხაზეთი. დღეს აქ შევიკრიბეთ აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანები, მშვიდობიანი მოსახლეობა. პალაკნის გადაუხადეთ ომში დაღუპულ გმირებს, მშვიდობიან მოსახლეობას. და ბოლოს მინდა რომ უთხრა აფხაზ ძმებს, ბოლოს გონს მოეგდნენ და დაუბრუნდნენ დედა საქართველოს. მიმდინარე წელს კერძო კომპანია Kings-მა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ჩაატარა სასკოლო ოლიმპიადები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 120-მდე მოსწავლემ. მათ შორის იყო წალენჯიხის სკოლა ქიაჩის 18 მოსწავლე. ოლიმპიადა ჩაატარდა შემდეგ საგნებში ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენები და მათემატიკა. ოლიმპიადის დასასრულს Kings-ის 2014 წლის საგნობრივი ოლიმპიადის გაზაფხული სეზონის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომებით. გასულ კვირას Kings-ის ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებს ეს სერტიფიკატები და დიპლომები პირადად გადასცა ქიაჩის დირექტორმა ვარო კვარაცხელიამ. Kings-ი საქართველოში უკვე 3 წელია არსებობს და დაარსების დღიდან საგანმანათლებლო სფეროში აქტიურად მოღვაწეობს. ის პირველი კერძო კომპანია იყო, რომელმაც საქართველოში თანამედროვე ტიპის საგნობრივი ოლიმპიადების ორგანიზებას ჩაუყარა საფუძველი. დღეისათვის ორგანიზაციას 10,000-ობით Kings-ელი და 1000-ობით გამარჯვებული ჰყავს. დღეს მე ხელში მიჭირავს Kings-ის საგნობრივ ოლიმპიადებში ჩვენი მუშაობის შედეგები. 18 დიპლომი. ყოჩახ თქვენ. მოსწავლეების დაჯილდოების შემდეგ სკოლა ქიაჩის დირექტორმა სცენაზე მიიწვია ის პედაგოგები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები. მე თქვენ გილოცავ, ეს არის ღირსების საქმე. როცა ისტორია ჩაბარებული აქვს და მონათესავე საგანს, ხელოვნებას რომ აბარებს მასწავლებელი და გადის ამ მონათესავე საგანში სერტიფიცირებას, ეს არის ღირსეული მასწავლებლის ხელწერა. და მე თქვენ გითხრათ, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ჩვენ სკოლაში ყველა ღირსეული მასწავლებელია. მასწავლებელი ჩვენს სიყვარულში განათებული როგორც ოცნება, მასწავლებელი სინდის ნამუსი, მარტო ვაჯაღლო პატიოსნება. მე Kings-ის მათემატიკის ოლიმპიადაში მივიღე მონაწილეობა. თავიდან ტურნირი ჩატარდა ზუგდიდში, შემდეგ უკვე ქუთაისში, სადაც ნაწილობრივ დიდ წარმატებას მივაღწია. ჩემი აზრით არც თუ ისე დიდს, მაგრამ მაინც სასიხარულოა ის, რომ შენი თანასკოლელების წინაშე დიპლომს გადმოგცემენ და შესაბამისად ესეთი სიხარულის გამო კიდევ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. მეორე მივიღე მონაწილეობა Kings-ის ოლიმპიადაში, ორივეჯერ მათემატიკაში, ორივეჯერ ავიღე მესამე ხარისხის სიგელი და მაყოფილი ვარ ძალიან. და კიდევ ვაპირებ გავაგრძელო მონაწილეობა. გასულ კვირას კულტურის ცენტრის ინიციატივით ცენტრალურ პარკში გაიმართა ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, სადაც გამოტანილი იქნა როგორც თვითნასწავლი, ასევე პროფესიონალთა ნამუშევრები. მათ შორის იყო ლავროს კონჯარიას ნახატები, კონსტანტინე კალანდიას უნიკალური ნივთები და ქალაქ ჯვარის პროფესიული კოლეჯის ლაკადას სტუდენტთა ხელთნაკეთი ნიმუშები. გამოფენაზე წარმოდგენილმა ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
აი ესე ნამუშევრები მომწონს ძალიან დიფიფიასი რა თქმა უნდა. აი ესე მაგარი ნახატებია. ძალიან ცოტია. ნამუშევრები ძალიან ყოველასი მართლა კარგია, მაგრამ გამორჩევად ესენი მომეწონა. არის ძალიან ორიგინალური ნამუშევრებია და უშადai გრაფიკული ნამუშევრებია, ვიცი, ახალგაზრდების ზოგადად დამთავრებული. კიდევ რა აი თექები არის საინტერესო, კარგია. როგორ ვთქვათ ეს ზოგიერთი ძალიან კარგია, საინტერესო ეგ კონსტანტინე კალათიას ხეზე ნამუშევრები როა. უბრალოდ სასიამოვნო გარემო შეიქმნა და ვინც მოაწმადულებდა იმ ადამიანს. აი კალბატონი ვისი ნამუშევრებს მომეწონა მე ძალიან, მაგრამ მობზანდით არ ყიდის სამწუხარო და არ ყიდის თორე მე ვაპირე ძალიან უნდა ერთი ნამუშევარი. აი ძალიან მომეწონა და რომელია ეს ნამუშევარი ესწავლე? ეს არის სახლი არა. მეგრული ოდა ხო. ნამუშევრები. ხუთი ნამუშევარი. მუხურის ხედი, მუხურიდან ვარ. მეგრული ოდა. თბილისის სიუჟეტი, წყლის სანაპირო, მოწამეთა და ჩემი მეუღლის სახლი ნაგებოში. აი ჩვენ წარმოვადგენთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს პროფესიული კოლეჯი ლაკადას. სასწავლებელში მიმდინარეობს სხვადასხვა სპეციალობა. აქედან დღეს წარმოდგენილი გვაქვს ერთი სპეციალობის თექის ჯგუფის სტუდენტთა ნამუშევარი. ადგილზე მიმდინარეობს საწარმო სწავლება, როგორც თეორიული, ასევე პარალელური და იმის სწავლების პროცესში ამუშავებენ ბავშვები წარმოდგენილ. ესე იგი დღევანდელი გამოფენა მოეწყო კულტურის ცენტრის ინიციატივით. გამოფენაზე წარმოდგენილია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. არის გამოფენა ძალიან მრავალფეროვანი, წარმოდგენილია გრაფიკა, ფერწერა, თექაზე ნამუშევრები, არის მინანქარი, ხეზე კვეთა და სხვადასხვა ნაკეთობები. გამოფენის მიზანი იყო წარმოგვეჩინა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა და არა მარტო ახალგაზრდა შემოქმედები, პოპულარიზაცია გაგვიწია მათი ნამუშევრებისათვის. გარდა ამისა, ჩვენ გვინდოდა რომ ერთხელ კიდევ შეგვეღო მშვენიერების სამყაროს კარები და ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა წალენჯიხელებისთვის. მე ვფიქრობ, ის სითბო და პოზიტივი, რომელიც ამ ექსპოზიციიდან მოდის, ასევე დადებითი პოზიტივი დამოხტავს დამთვალიერებელს და თუ კი ეს ასე იქნება, ჩათვალეთ, რომ ჩვენი მიზანის მიღწეულია. მოგვიანებით გილოცავთ ჯვართამაღლების დღესასწაულს, ფარავდეთ იესო ქრისტე. საინფორმაციო გამოშვება ობიექტივი დასრულებულია ნახვამდის.